თქმების დაცვისთვის თავარი არის мотивация, რამდენად არ ყრის ფარხმალს ადგილზე მყოფი ადამიანი, რომელიც აკვირდება. ეს არის პირველ რიგში მოდის мотивациისგან, ეს ქვეყანა არის გადასარჩენი, ეს განწყობა აქვს ბევრს ამ ქვეყანაში. რაღაცნაირ გენერალური რეპეტიციასავით არის 20 ოქტომბერი, მე ასე დავინახე, არ ვიცი, მეტი მითხარით, რა იგეგმება 20-ში. მე ვთქვი 5 ლოკაციის შესახებ, სადაც იკრიბებიან ადამიანები და საბოლოოდ საღამოს 7 საათზე არის თავისუფლების მოედანი. რისი თქმა სურს საზოგადოებას ამ დღეს, ვინც ხართ ორგანიზატორები, არ ვიცი, ყავს ერთი ორგანიზატორი ამ აქციას, ერთი არა. ძალიან ბევრი, ეს არის სამოქალაქო საზოგადოებების ორგანიზაციების კოალიცია ჩემი ხმა ევროკავშირს ინიციატივით დაორგანიზებული ღონისძიება. სადაც არის რამდენი ორგანიზაცია? 30 ორგანიზაცია არის, თუმცა ეს არ არის ჩვენი ღონისძიება, ეს არის აქცია, რომლის დაორგანიზებასაც ვაპირებთ მოქალაქეების დაკვეთით და იგრძნობოდა საზოგადოების მხრიდან ეს დაკვეთა, სურვილი რომ აი კიდევ ერთხელ დაგვენახა ერთმანეთი და ვფიქრობ რომ ასევე მნიშვნელოვანია წინასაარჩევნოდ ამორჩევლის მობილიზაციისთვისაც, ხო? იმიტომ რომ ყველამ ვიცით რომ არჩევნების შედეგებს განაპირობებს მაღალი აქტივობა, ამორჩევლის მაღალი აქტივობა და გამოცხადება საარჩევნო უბანზე. ამიტომ ვფიქრობ რომ ეს ერთის მხრივ ამორჩევლის მობილიზაციასაც შეუწყობს ხელს და მეორეს მხრივ ჩვენ კიდევ ერთხელ ვეტყვით ერთმანეთს, დავენახებით ერთმანეთს საქართველოს მოქალაქეები და ასევე მსოფლიო თანამეგობრობასაც კიდევ ერთხელ გავუგზავნით გზავნილს რომ საქართველო ირჩევს ევროპას. ძალიან ლამაზი მასშტაბური ღონისძიებები ქონდა, მსვლელობები, მარშები, რამაც ძალიან მეტწილად განაპირობა მათ შორის ევროკავშირის ჩვენი დასავლელი პარტნიორების დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ და საქართველოს ევროპული პერსპექტივა, ასე ვთქვათ, ღია არის, ხო, ეს შესაძლებლობა და არ გაიხურა, მაგრამ ხელისუფლებისთვის შეჩერებულია ეს, იმიტომ რომ ვთქვათ, ხელისუფლებასთან პრობლემები აქვს, მაგრამ ეს შესაძლებლობა ჩვენთვის არის ხელმისაწვდომი, ამიტომ მნიშვნელოვანი გზავნილია ესეთი ტიპის მარშები და მოქალაქეთა, ასე ვთქვათ, დემონსტრაციები იმისთვის, რომ ყველას უთხრათ, რომ ჩვენ ვრჩებით ჩვენი ევროპული მომავლის და პერსპექტივის ერთგულნი. კი ბატონო, სხვა შორის მათ ფრაზას ეკა ყველა უსვამს ხას, აი ბორელის საგანგებო განცხადება იქნება, შეერთებული შტატებიდან წამოვა, გერმანიიდან წამოვა, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს, ეს ფრაზა სულ არის, რომ ჩვენ მხარს უჭერთ ქართველი ხალხის მისწრაფებას ევროინტეგრაციის გზაზე, მაგრამ ეს შესაძლებლობა ამოწურული და გამორიცხულია ხელისუფლებასთან. მმართველი პარტიის განცხადებები და დაპირებები ავტორიტარიზმისკენ გადახვევის სიგნალია, თქვა ბორელმა ცოტა ხნის წინ. სხვა შორის ხვალ გერმანიის ინიციატივით უკვე იმშელებენ წინასაარჩევნო ვითარებაზე. აი რა გინდათ რომ 20 ოქტომბერს ერთმანეთს შეახსენოთ კიდევ ერთხელ ამ მიმართულებით, არის კარი, რომელიც ღიაა მოქალაქეებისთვის და მას ხერგავს მოქმედი ხელისუფლება. და ასევე ის რომ თუ ჩვენ ვიაქტიურებთ, თუ ჩვენ არ დავიზარებთ და თუ ჩვენ ვიბრძოლებთ, ეს კარი ღია დარჩება. იმიტომ რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ აი ზუსტად აი ეს აქციები რომ ტარდებოდა და ზუსტად ის რომ ქართველი ხალხი არ ურიგდებოდა, ზუსტად ამიტომ გვაქვს აი ეს განცხადებები, როდესაც გაყოფილი არის ხალხი და ხელისუფლება. აი ზუსტად ამიტომ ხდება თითოეული ადამიანს, აი ახლა თქვენ ანახებთ ამ აქციების მასშტაბურ აქციებს და აი თვითოეული ადამიანი ვინც იქ დგას და აი ამას ანთებს, ხო? იქ ტელეფონს ყველას დამსახურება ეს. აი ეს განცხადებები. ყოველ დღე, როდესაც ჩვენ ვისმენთ, რომ ჩვენ ქართველი ხალხის გვერდში ვდგავართ, რომ ჩვენ გვინდა რომ ქართველმა ხალხმა მიიღოს ეს წევრობა ევროკავშირის და ასე შემდეგ. ეს არის თითოეული ადამიანის დამსახურება, რომელიც გამოდიოდა აქციებზე და რომელიც იბრძოდა. ეს უნდა გვახსოვდეს, რომ 20-ში კიდევ ერთხელ უნდა ვანახოთ მთელს მსოფლიოს, რომ ვინ ვართ ჩვენ და რა გვინდა ჩვენ, ხომ? და ჩვენ ნამდვილად გვინდა ევროპა და ამისთვის არ დავიზარებთ ბრძოლას. ამიტომ ყველას კიდევ ერთხელ ვეპატიჟებით, მიუხედავად იმისა, რომ ახლა ყველას გვესმის, რომ ვართ განსხვავებულები, ხომ? რომ გვაქვს განსხვავებული აზრი სხვადასხვა მოვლენებთან დაკავშირებით, სხვადასხვა პოლიტიკური, ასე ვთქვათ, გემოვნება აქვს ადამიანს, ხომ? მაგრამ ყველა, ვინც ფიქრობს, რომ ევროპა არის საქართველოს მომავალი, ხომ? ყველა უნდა გამოვიდეს 20-ში და კიდევ ერთხელ, აი ბევრჯერ ვიტყვი ამას, კიდევ ერთხელ გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია და ვანახოთ ყველას, რომ ჩვენ ვართ თავისუფლების მოყვარულიერი და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ევროპული მომავალი გვქონდეს.